გამარჯობა, მე ვარ ნანკა გვარე, ეს არის მარტოობის 15 წუთი და დღეს ჩემი სტუმარია ნანიკო ხასარაძე. სალამი. მოგესალმებით. ჩემი პირველი კითხვა, როგორც ყოველთვის არის, ვინ არის ნანიკო, როდესაც თავის თავთან მარტო რჩება? ალბათ ეს არის ყველაზე რთული კითხვა, რაზეც შემიძლია ოდესმე პასუხი გავცე, ვიდრე ცოცხალი ვარ. იმიტომ რომ, რა ვიცი, ეს არის ალბათ ყოველდღიური ძიება. ხანდახან რაღაც ინფორმაცია გადაგწონის და გგონია რომ რაღაცა ხარ, მერე შემდეგი ინფორმაცია გადმოგწონის და მუდმივ ძიებაში ხარ. რა ვიცი, ალბათ სულიერი არსება ვარ ამ პლანეტაზე, ანუ სისტემის სამყაროს ნაწილი ვარ, რომელიც ამ წესრიგში ვცდილობ რომ A პუნქტიდან B პუნქტამდე დაბადებიდან სიკვდილამდე გავახციო. მოგწონთ მარტოყოფნა? კი, ჩემთვის ყველაზე დიდი კომფორტია მარტო ყოფნა. ანუ არ მღლის და არ მაწუხებს ჩემი თავი არასოდეს. ხო, აი თქვენ სახლში რა შემოვედით, ეს აურა და ენერგეტიკა რო ვიგრძენით, ან რაღაცნაირად ვგრძნობ, რომ თქვენი ბუდე მოიწყვეთ. აი ნამდვილად ბუდე მოვიწყვე. და თან მითხარით, რომ თქვენი ხელით რაღაცებს აწყობთ ხოლმე. ანუ თქვენი ჰობით შეიძლება იყოს. იცი რა, არასდროს არ ყოფილა, იმიტომ რომ არასდროს არ მქონია საშუალება, რომ ჩემთვის ჩემი ბუდე გამეკეთებინა. ეს არის პირველი, ანუ როგორ მოხდა, იცი, ბავშვობიდან მე ჩემი ოთახი არ მქონია, ვცხოვრობდი ძალიან დიდ ოჯახში და ყოველთვის ერთ ოთახს ვიზიარებდი, ნუ დედა ჩემთან და იდაშვილთან. მე რაღაცნაირი კომუნა მქონდა სახლში, ყველას უყვარდა ჩემთან სტუმრობა, პირველ სართულზე ვცხოვრობდი და აი ჩემთან სულ ვიღაცა ცხოვრობდა და ჩემი პირადი სივრცე არასოდეს არ მქონია, თან ვარ ინტროვერტი და მუდმივად მინდა, ანუ მჭირდება ჟანგბადივით და აი 52 წლის ასაკში ალბათ ოცნებები ხდება ადრე თუ გვიან, პირველად მომეცა საშუალება, რომ აი ჩემს გემოზე, ჩემი, რა ვიცი, დამოკიდებულებებით, ჩემი რაღაცების გათვალისწინებით მომეწყო ბუდე და ცხადია, რომ სახლიდან არ გავდივარ შეძლების და გვარად. ხო, იმიტომ რომ რაღაც ისეთი აურაა და ისეთი ენერგეტიკაა წარმომიდგენია, რომ და ჰობზე არ გავეცი პასუხი. არა, ეს ის არის რა ქვია. შო, ჩავედი და კი, ვინტები არა აქვს, ჯერ მიმაგრებული გასარეცხი მაქვს. ხო და ჰობი არის თუ არა, მაგას ვიტყვი. ამიტომ არასდროს არ ვიცოდი, შემეძლო თუ არა რაღაცის კეთება და აქ რემონტი რომ დასრულდა, იქ რაღაც დამაკდა, იქ კარისფერი არ მომეწონა, ჭაღი მომინდა. ხო, ბევრი რაღაც აქ ჩემი გაკეთებულია. და ვაგრძელებ. აუ, აღმოჩნდა რომ ესე იგი ნიჭი გაქვთ. რა ვიცი, ეთყობა აი ასპარეზი რომ მომეცა, როგორც ჩანს, რაღაცების კეთება აი სანათიც მე გავაკეთე თავიდან ბოლომდე პატარა მეორაჩი ვიყიდეს ზედანაწილი ქვემოთ სადღაც ვიპოვე შევღებე გადა. მოკლედ ბევრი რამე აქვს ჩემი გაკეთებული. ხო, შეთრევა მართლა იცის და ფიქრებში გეხმარებათ. ხო, ალბათ აი თქვენ თავთან დარჩენაში ფიქრების გინდაც რეალიზებაში მე რომ ეს რა როგორ სად. ანუ მე სულ ვიძახი, სულ მეუბნებია რომ შენ გიჟი ხარ, ობსესიური, კომპულსიური აშკილობა გაქვს, იმიტომ რომ მუდმივად რაღაცას ვალაგებ. აი წარწერასაც ნახეთ ჩემს სახლში დაალაგე. ამ დაალაგების დროს მე ბევრად კარგად ვალაგებ ჩემს, ვთქვათ, რაღაც ქაოტურ აზრებს. ეხლა ვერ დავიჯერებ, რომ ყველა ადამიანის თავში რაღაცა მოწესრიგებულია და ყველაფერს თავის ადგილი აქვს და არც ერთი აზრი მეორეს ხელს არ უშლის. ამიტომ ეს დაალაგება და რაღაცების კეთება მე მეხმარება, რომ ჩემი თავით დავალაგო აზრები. აი რაღაცა მომენტი ალბათ იყო თქვენ ცხოვრებაში, როდესაც აი მაგის მერე მოხდა თქვენი გარდატეხა. იყო კი. და ჩემს ცხოვრებაში ძალიან გვიან იყო ეს გარდატეხა. მე არ ვიცი, ვის როგორ ჯერა არაზუსტი მეცნიერება ესე ამბობენ ფენშუიზე და ასტროლოგიაზე, მაგრამ მე ძალიან გატაცებული ვარ და რაღაც ეტაპზე სტუმრად მოვიდა ჩემთან ფენშუის ოსტატი, როგორ თქვა, არ ვიცი, რომელსაც ჩემი ნატალური რუკა გააკეთა. და გაკვირვებულმა მითხრა, რომ პირველი 7 წელი სად იყავიო, რომ გაჩნდიო და ვერ მივხვდი რას ნიშნავდა. აღმოჩნდა, რომ მე ძალიან გვიან დავიწყე ზოგადად განვითარება. ძალიან უცნაურია ხა რასაც ვამბობ და ძალიან გვიან ჩამოყალიბდა ჩემთან ფიზიოლოგიურადაც ბევრად გვიან მოხდა რაღაცები ჩემში, ვიდრე სტანდარტულ ბავშვებში, რაც რაღაც ეტაპზე ეგონათ, რომ პრობლემა არის ჰორმონალური, მაგრამ არა, ჯანმრთელი ვარ, ყველაფერი წესრიგში მაგდა. ასევე ალბათ გვიან მოხდა ჩემს ცხოვრებაში ყველა მთავარი გარდატეხა, მაგალითად 14, 21, 13 თუ როგორ თინეიჯერობის გარდატეხა ფაქტობრივად არ მქონია, გვიან მქონდა. აი რაღაცები და ასევე გვიან დავღვინდი თუ როგორ თქვა, დავალაგე ჩემი აზრები. და
და ეს იყო სადღაც 40-ის მერე. ეს ესე გვიან არ უნდა მომხდარიყო. საინტერესოა ძალიან 40-ის მერე. ალბათ კიდე ახალი სუნთქვა იწყება მაგ დროს. ეგრე ამბობენ, რომ ზოგადად 40 წლის მერე კიდე რაღაცა სხვა. აიცი რა 50-ის მერე უფრო. მართლა? 50-ის რო გავხდი, განა ჩემმა ვთქვათ მენტალურმა მდგომარეობამ, ამ ჯანმრთელობამ, ან თქვენ ჩემმა სხეულმა შემაწუხა. არა, შემაწუხა ვიზუალურად რო ვხედავ 5 და 0, 50. ეს ჩემთვის აღმოჩნდა ყველაზე დიდი, ხა ვერ ვიტყვი რომ სტრესი და შოკი, არა. მაგრამ აი ყველაზე მეტად დამაფიქრა ვიზუალიზაციამ 50, რაც ნიშნავს რომ ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი გავლილი მაქვს, ხო? ხო და აი მაგამ ბევრი რამე კიდე მოაწესრიგა ჩემში. და აი უკან რო იხედებით 50 წელი უკვე ისეთი რა იყო, ნახევარი საუკუნეა. მაგარია. ძალიან მაგარია. აი უკან რო იხედებით. კმაყოფილი ხართ? ჩემი ცხოვრებით? კი, ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრებით და სულ ფიქრობ ადამიანი როგორი არსება, ყველაფერი ხო არ გვამახსოვრდება ცხოვრების განმავლობაში, რაღაცა მძაფრი ემოციები გვამახსოვრდება და მძაფრი მოვლენები, მათ შორის ცუდი, ხო? ანუ ყველას გვაქვს რაღაცა დარჩენილი თქვათ მშობლისგან, ძალიან ახლო ნათესავისგან, მეგობრისგან, რომელიც თავის დროზე ძალიან მტკივნეული იყო ჩვენთვის, მაგრამ ხვდები რომ აი ამ მტკივილებმა და ამ ბევრმა სტრესმა მე ჩამომაყალიბა ის, რაც ვარ, ძალიან ბრძოლისუნარიანი ადამიანი ვარ, აი უკიდურესად, ბევრად კარგად ვმოქმედებ სტრესში, იმიტომ რომ იმუნიტეტი მაქვს საოცრად დიდი. და ვფიქრობ, რომ ყველა წუთი და წამით კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ დღეს მე ეს არ ვიქნებოდი, ანუ ამის სითამამე არ მექნებოდა, რომ თუნდაც სახლი ასე მომეწყო. ანუ ამ ყველაფერმა მე თავდაჯერება და სითამამე მომიტანა და მადლობელი ვარ. და რთულ პერიოდებს როგორ უმკლავდებით? აი თქვენი რაღაცა გამოჯანმრთელების რაღაცა 5 თქვათ მეთოდი თუ გაქვთ, მე იმიტომ რომ მე მაქვს რა და შემგან გამომდინარე მაგით გითხეთ. ხო, აქაც რაღაცა უცნაურობა მჭირს, გინდა თქვათ მენტალური ჯანმრთელობა, გინდა ფიზიკური. აი, არასოდეს ავათარ ყოფილვარ. ჩემს ცხოვრებაში სიცხე არ მქონია, ვირუსი არ მქონია. ანუ არ ვიცი ფიზიკური ეს ცუდად ყოფნა რას ნიშნავს. ხო, სულ ოცნებოდი სკოლაში, ინსტიტუტში, რომ მოხდება ხა ერთი სიცხე, რომ მეც გავაცდინო. არა. რაც შეეხება მენტალურ ჯანმრთელობას, აქ ძალიან დიდი პრობლემები მქონდა, ეთქობა კომპენსაციას, სადღაც მოხდა რაღაცის ხარჯზე. პირველი ძალიან დიდი დარტყმა, თუ შეიძლება ასე ითქვას, 21 წლის ასაკში მქონდა, როდესაც დავიკარგე, ну, ასე ვიტყვი. როგორც ჩანს, ამას ყურადღება არ მივაქცია და უკვე ფიზიკურად სხეულმა რო ნიშანი მოუცა, დედაჩემს უთხარი რომ დამეხმარე, თქო და მახსოვს ამიყვანა ნევროპათოლოგთან, ფსიქიატრთან, რომელმაც რა გემართებოდათ? აი გაურკვეველი მდგომარეობა მქონდა, შეტევები მქონდა, პანიკური. გარდა ამისა, წნევა მქონდა, არაორდინალური, ძალიან ახლოს მქონდა გულის და სისხლის წნევა, აი პირობითად მქონდა ხოლმე 120-135-ზე. ძალიან პატარა შუალედია და ეს ისეთი დისკომფორტია, რომ ვერ ხვდები რა გჭირს. ეს დავრბოდი ხოლმე სახში მახსოვს, ეს ხელებს ეს ვაკეთებდი, ეს როგორც ჩანს, არ ვიცი სისხლს სხვანაირად ატრიალებდა, ნუ ყველაზე მეტად ეს მეხმარებოდა და გამაქარნა ექიმთან და იმან მითხრა, რომ შენო არაფერი არ დაგემართებაო და ეს სიტყვები ჩემთვის აღმოჩნდა ყველაზე დიდი შველა ამ სიტყვებმა მე გამომაჯანმრთელა. ჩემი დოდო არის ეს. ხო და ნუ კივს ვიწამლები დიდი ხნის განმავლობაში, რამაც დაალაგა ეს ჩემი ანუ წამლების მეშვეობით. წამლების მეშვეობით, მაგრამ თავი რა დაანებეთ? ხო და ეხლა მაგამდე მივდივარ. წამალი ყველას გონია, რომ წამალს რო სვავ გეცვლება, დამოკიდებულება სამყაროს მიმართ. ან შენი აზრები იწყებს სხვანაირად, არა. არაფერი არ გეცვლება, ზუსტად ისევე ვფიქრობ, ზუსტად ისეთივე პრობლემები გაქვს. უბრალოდ უფრო მეტად გამოიყოფა შენს ორგანიზმში ის ჰორმონები, რომელიც ხელს გიწყობს, რომ მეტად ადეკვატური და ცოტა ოდნავ ბედნიერი იყო. აი ამაში გეხმარება და როდესაც შენი მდგომარეობა უფრო სტაბილურია, შენ პრობლემებს უფრო მარტივად უმკლავდები. და რაღაც ეტაპზე რომ მივხვდი, რომ წამალი უნდა ამოვიყო ჩემი ცხოვრებიდან, დიდი ხანისვით, სამი თვე მეყო როგორც ჩანს, ნუ ექიმის დანიშნულებით ცხადია, მე ჩემით არ მიმიყია გადაწყვეტილება, უარი ვთქვი წამლების მოხსნაზე.
და ჩემი აღმოჩნდა ძალიან ჭკვიანი, მე გიყიდიო წამლებს მითხრა, თვითონ ყიდულობდა, მოქონდა და მაძლევდა და მალე ვინებდა კიდევ 6 თვე, ანუ 9 თვე მთლიანად სვი წამალი. და როგორც აღმოჩნდა ეს 6 თვე ვსვავდი რაღაცა გაურკვეველ ყველაზე ნაკლებად დამაზიანებელ წამალს, რომელიც ვიზუალურად გავდა იმ წამალს, რომელიც ფსიქიატრმა ანუ პლაცებო ეფექტი. და 6 თვე გავატარე ამდე. მე რომ გავიაზრე, გავაანალიზე, რითი ვიყავი, კარგად ცხადია, შევეშვი წამლებს. ძალიან ჭკვიანი რა თქმა უნდა. კი, ჭკვიანი დედა მყავს. და მეორე უკვე 25 წლის თუ 33 წლის ასაკში მქონდა. მეორე აი ძალიან ძლიერი დარტყმა იყო ეგ ჩემთვის. ნუ აი ამაზე ძლიერი ალბათ იმ წუთისთვის ჩემთვის არაფერი არ არსებობდა. ხო და მანდაც წამლებით გამოვიდი. ეგეც თქვენ თავში ხდებოდა თუ გარემოებებიდან გამომდინარე? არა, ჩემზე გარემო არ მოქმედებს. ჩემთვის გარემო ნაკლებად საზიანოა. ჩემთვის ყველაზე დიდი მტერი და ყველაზე დიდი ალბათ სენზორი და ყველაზე დიდი არ ვიცი კიდე რა შეიძლება უწოდოთ ჩემ თავს ვარ მე, მაგრამ აღარ მოვჩი. დავამყარე ბალანსი ჩემს თავთან და ყველაფერი მოსულა. თქვენი აზრით რატო ხდებოდა ეგ? შეიძლება იმიტომ რომ რაღაცა როდესაც აი მიზერულ ტკივილს გაყენებდათ რაღაცა იმ მომენტში ამას არ აქცევდით ყურადღებას და ეს ყველაფერი ნელ-ნელა ითრგუნებოდა თქვენში და ბუთქა ალბათ პოსტტრაუმული იყო ყველა ჩემი დარტყმა რაც კი ცხოვრებაში მქონი, იმიტომ რომ სტრესის დროს მართლა ძალიან მაგარი ვარ. აი სტრესის დროს აი თუნდაც არ ვიცი რას ეხებოდეს იცი, ვთქვათ, ჭრილობას, სისხლს, ტრავმას, კივილ-წივილს, აქ ვარ, აი ძალიან მაგარი შემიძლია დავალაგო ყველაფერი, მაგრამ ეს ყველაფერი რომ თავდება, ეთყობა მეცლება, ენერგია და აი აქ მირტყავს, მაგრამ საბოლოოდ ვისწავლე ამასთან გამკლავება და აღარ მჭირდება, ანუ ვისწავლე ჩემი ემოციების სწორად მართვა, ანუ არაფერს აღარ ვიტოვებ. საერთოდ არ მცხვენი არანაირი ჩემი განცდის და ემოციის. არა, იმიტომ რომ მე ვარ ადამიანი, მე მაქვს უფლება შევცდე, მაქვს უფლება ვიტირო, მაქვს უფლება გეჭხუბო, მაქვს უფლება არ გავაკონტროლო ჩემი თავი ხანდახან, იმიტომ რომ მე თვითონ განმაპირობებს ჩემი ჰორმონალური სტატუსი და ნერვული დაბოლოებები, ხო? მე ცოცხალი ადამიანი ვარ და მე ვერასოდეს ვერ ვიქნები რობოტი. ამიტომ, როდესაც ყველაფერი ოკეია, მაშინ ლაგდები, დედას გეფიცები. ანუ აპატია შენს თავს, გამოხტომები, აპატია შენს თავს, ისტერიკები, აპატია შენს თავს რაღაცა სისუსტეები და მაშინ დამყარებ აი ძალიან დიდ ჰარმონიასთან ჰარმონია შენს თავთან. ლაო ჩემოს ცოცხალ. ძალიან მაინტერესებს აი თქვენ ყავთ ჩემი თანატოლი შვილი თუ უფრო პატარა? 20 ჩემზე პატარა. ხო. აი რას შვებით ხოლმე, როდესაც ამჩნევთ რომ რაღაცა რთულ პერიოდს თქვათ გადის. ძალიან რთული გავიარეთ ჩვენ. 10 თვით თუ? არა, იცი რა, მე მგონია ეს ერთიანი რეცეპტი არ არსებობს, იმიტომ რომ მე შემიძლია ვთქვა ჩემი შვილის სახელითაც, იმიტომ რომ მე და ჩემ შვილს ეხლა ამ წუთას და ყოველთვის ძალიან კარგი ურთიერთობა გქონდა. ორივე ძალიან მტკივნეული და ძალიან გრძელი გზა გავიარეთ. მაგრამ ნუ როგორც ჩანს დავძლიეთ. ჩემ შულს რაღაც 13 წლის იყო ალბათ 12-ის დაეწყო აი საშინელი გარდატეხა ვიტყვი რომ ეს გარდატეხა ჩემთვის კი არ არის რთული და ვთქვათ იმ გარემოსთვის რომელიც თავს დავტრიალებთ ჩვენს ოჯახის წევრს უმცროს რომელსაც გვინდა რომ ცხოვრება შემოვსუბუქოთ ეს პირველ რიგში მათთვის არის ძალიან რთული გზა იმიტომ რომ როგორც თვითონ ფსიქოლოგები ამბობენ ჩვენ რა შეგვიძლია ერთი დავეყრდოთ იმ ტექსტებს რაც არსებობს ხო რომ დავეხმაროთ ამბობენ რომ მათ ეწყებათ გაუცხოება მათ ეწყებათ ვთქვათ მშობლის მშობელთან რაღაცა კონფლიქტი, იმიტომ რომ მისთვის ავტორიტეტი აღარ არის და გარეთ იწყებს ძიებას, იცვლება მისი სოციუმი, ის უცდილობს რომ დაამტკიცოს რომ მაგარია და დიდია და ეს არ არის მარტივი, როდესაც გიყვარს შენი შვილი. ცხადია, გვიჩხუბია კიდევაც, ძალიან მაგრად გვიჩხუბია კიდევაც. რაღაც ეტაპზე მithქვამს რომ მე აღარ შემიძლია შენთან ცხოვრება და წადი თუ გონია რომ სადმე უკეთესი პატრონი თუ დედა გეყოლება, მიდი, მე ვერ ვხედავ პრობლემას, მაგრამ საბოლოოდ ალბათ ლაპარაკი არის და სიყვარული ალბათ ყველაფრის წამალი. სხვანაირად ძალიან რთულია რომ ამ დროს ბოლომდე არ დაკარგო შენი შვილი. ძალიან რთულია მე უკან დაიბრუნო მისი ნდობა, რომელიც
აი ყოველდღე რაღაცნაირად ქრება, იმიტომ რომ გიწევს ჩხუბი რა, დედა ხარ და რაღაც ეტაპზე შენ შულს არაზოს რო არ ძინავს, რომ მიდის და არაზოს არ ბრუნდება. მე კი ყოველთვის ვიცოდი ის სად არის და რას აკეთებს, მაგრამ ყველაზე მთავარი რაღაცა გამომრჩა მე მის ცხოვრებაში და ალბათ ეს ჩემი ყურადღებობის და იმის ბრალია, რომ სათანადოდ არ მოусმინე, ყურადღება არ მივაქციე და ამისთვის სულ ბოდიშთხო მას, მაგრამ დღეს უკვე როდესაც 21 წლის არის დავლაგდით რა რაღაცნაირად, მაგრამ ძიმეთ. მის ხო საერთოდ დედებს ამ პერიოდში თან გოგოს აი ამ პერიოდში ღმერთ რამდენი რაღაცის ატანა კი რა მოჭერა გიწევთ სხვა გზა არ გვაქვს. ხო დედა ჩემსაც აქ ყველაფერი გავლილი და ძალიან დიდი ძალა ჭირდება ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ეხა ჩემი მხრიდან ბავშვი ვერ აკონტროლებ მაგ დროს მე როგორც ისევ ნანობ, აი ისეთი რაღაცები აქვს გადატანილი, ატანილი, აი ჩემი უბრალოდ ნასროლის სიტყვა, ესე მარტივად. სიტყვა, რომელიც ანადგურებს დედას, კი. და მე ეს სიტყვა გამისვრია, აი ესე უბრალოდ რა. ალბათ მასაც. ხო, ძალიან რთულია და მადლობა დედას, რომ გამიძლო. რამე რჩევები არ გაქვთ ჩემ ხო და არ მაქვს რჩევები, ერთადერთი ალბათ მაინც რა რჩება, იცი? როს დროებითია გავაანალიზოთ მშობლებმა, რომ ეს მათთვის უფრო რთული გზა ვიდრე ჩვენთვის, მშობლებისთვის, რომ ჩვენ უფრო მეტი მოგოთხოვება, ჩვენ გავლილი გვაქვს ეს გზა, ჩვენ რაღაცნაირად უფრო დაალაგებულები გვაქვს და თუ კი ვთქვათ რაღაცა მათი საქციელი, აი ფუნდამენტურად არ ეწინააღმდეგება ჩვენს რაღაც აღირებულებებს, დაეშევუნდოთ და დაევენდოთ მათ პირველ რიგში, იმიტომ რომ რა ვიცი, მე მჯერა ჩემი შვილის, რომ ის რაღაცა ისეც არ გააკეთებს, რაზეც მე მთელი ცხოვრება ინანებს. არ ვიცი, შეიძლება ესეც რაღაცა გადარჩენის ინსტინქტია, სხვა გზა რო არ გაქვს, მაგრამ რა ვიცი, მე მგონია რომ მაინც აი დობამ, პატივისცემამ და აი რაღაცნაირად მოსმენამ მე და ჩვენი შვილი გამოგვიყვანა ფინიშის ხაზზე, ისე რომ ძალიან არ დავაზიანეთ ერთმანეთი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამ დროს ვზიანდებით ორივე, ჩვენც და ისინიც, ანუ ისინი პირველ რიგში შვილები და მერე ჩვენი. ხო, საერთოდ ამ პერიოდში უმეტესწილად გაქვს იმის განცდა, რომ არასოდეს არავის შენი არ ესმის. კი. და აბსოლუტურად ოღონდ შენ ირგვლივ ტრიალებს ამ მომენტში სამყარო. რა თქმა უნდა. და ხარ გარიყული თან ამ სამყაროდან. ძალიან რთული განცდებია. რთულია. ხო, მაგრამ იცით, აი თქვენი აზრით რატო ხდება ეგრე, რომ აი უფრო ჩემკენ თაობაში ეს თინეიჯერული ეტაპები ესეთი მძაფრია. ხო, რატო თქვენს ბავშვობაში ესე რატო არ იყო, დედაჩემის ბავშვობაში ესე რატო არ იყო? იცი, მე საერთოდ რომ უფლება არ გქონდათ, თუ რატო? აი, უფლებამდე რომ მივსულიყავი, ანუ ძალიან ბევრს ფიქრობ ამაზე, იმიტომ რომ ერთი 10-15 წლის წინ მაგალითად ბევრ ლექციას ონლაინ ესე ვერ მოისმენდი, თქვა ამ ასაკზე არ არსებობდა სრული ინფორმაცია, თქვა იგივე ტექსტი რაღაცა, შეიძლება მე ვერ ვეძებდი სათანადოდ. ანუ არ ვიცოდი ზოგადად, რომ მე უნდა გამეარა გარდატეხის ასაკი, ეს მარტივად ვიტყვი, არ მქონდა ამდენი ინფორმაცია და არც მახსოვს რომ ესე მძაფრად გადავიტანე, იმიტომ რომ ამდენი პროტესტი როგორც ჩანს არ მქონდა, ესე მეგონა, მაგრამ დღეს ჩემ თავს რო უყურებ, ან როგორ მეცვა ან საერთოდ რას ვაკეთებდი იმ დროს, ანუ 72 წელს ვარ გაჩენილი, ჩემი თინეიჯერობა იყო 80-იან წლებში. ანუ 80-იან წლებში რაღაც აი 200 საყურე მეკეთა ვთქვათ. ეხა ეს ხო პროტესტი იყო ალბათ. მეკეთა ხოლმე რაღაცა გაურკვეველი სათვალები, რომელსაც არ ქონდა. ეგ ეხა პროტესტია ჩვენთვის, ეგრე ბავშვი რო და ეს არ ითვლებოდა ჩემთვის პროტესტად, მიხვდი, ანუ ამას ჩემი მშობელი არც ჩემი სოციუმი არ აღიქვავდა არაფრად, უბრალოდ რაღაცა ცოტა გაღიმებული სახით მიყურებდნენ და ბაბუა ჩემს უკითხავს, რომ კარნავალზე ხო არ მიდიხარ ბაბუო. ანუ თვითონ ეს ჩემი გამოხატულებაც ყველამ ძალიან რბილად გაატარა. სკოლაში მაგალითად სახლიდან რო გავდიოდი, ვიცვლიდი სკოლის ფორმას, ყავისფერი ფორმა გქონდა. ვიცმედი რაღაცა მოკლე ქვედა ბოლოს, რაღაცა ჭყუიალა რაღაცა ჯემპრებს, მაშინ ლიპები იყო მოდაში და ეს დიდი სხენი მქონდა ხოლმე მხრები, ტუში პომადა, ეხლა არ მიყვარს მაკიაჟი და ეს დავდიოდი სკოლაში. მაგრამ ამას ეს გარემო, არც ჩემი მშობლები და არც სკოლის მასწავლებლები, აი რაღაცნაირად სხვანაირად იღებდნენ. ანუ არავინ ამისთვის არ მსჯიდა, არავინ არ მეუბნებოდა, რომ შენში რაღაცა არის გამოსასწორებელი. ერთ-ერთი სკოლაში არ მოსწონდათ, რომ ფორმა არ მეცვა. ამიტომ მე მგონია, რომ არ გადამივლია ეს გარდატეხის ასაკი და ამ ჩემმა შვილებმა და ჩემმა თაობამ
ძალიან ბევრი რამე იცის ვენეციის კონვენცია, იცის კონვენციის მუხლით, თქვათ რა უფლება ეზღუდება, იცის როგორ შეუძლია მომართოს მე. ისიც იცის, მე თუ კარგად არ მოვექცევი, კანონით როგორ შეიძლება მიპასუხოს. ამიტომ იმდენად ინფორმირებული, განათლებული, იმდენად მყარად დგანან, ვიდრე მე ვიდექი ჩემს მიწაზე, ჩემს დროს, ამიტომ ესენი ბევრად უფრო კარგად და სწორად გამოხატავენ რაღაცებს, მაგრამ მტკივნეულად ხშირ შემთხვევაში. სწორად თქვი ნეტა? კი, ჩემთვის, ჩემ გასაგონად ძალიან სწორად. ხო, იმიტომ რომ ძალიან იშვიათად მიწევს, მე თვითონ ასე საუბარი, იმიტომ რომ არც ჩემი გადაცემის ფორმატი არ არის, რომ ასე ჩავღრმავდე ხოლმე რაღაცებს და არავისთან არ მიწევს დიალოგში შესვლა, გარდა ჩემი მეგობრებისა. იმედია კომფორტულად გრძნობ თავს. მე მიყვარს ეს საუბრები. მე მიყვარს, მაგრამ ნაკლებად მიწევს ესე. ფართო აუდიტორიასთან. მაშინ აი კიდე რაღაცა კითხვები მაქვს, უბრალოდ აი ვცდილობ რომ აკურატულად შემოვიდე. არა, მზადვარ ნებისმიერი კითხვები. თქვენ განქორწინდით? კი, ცოტა ხნის. ხო, 2 წლის წინ, თუ არ მახსოვს. აი, მარტო დარჩენილი ქალის მინუსებიც მინდა მითხრათ და პლუსებიც. ორივეს კი. ანუ პირველ რიგში, აი, როდესაც, მე არ ვიცი, ქალი როგორც არ უნდა მოხდეს, ქალს როდესაც შორდებიან ან ქალი როცა შორდება, მაინც აქვს ის პატარა პერიოდი, როდესაც უარყოფილად გრძნობს თავს, ესე მგონია. თუ აი ძალიან ხელის ჩამორთმევით არ დაშორდნენ, მაგრამ აქ შემთხვევაშიც ქალი თვლის, რომ მასზე უარი თქვეს. იცი რა, არა, მე მყავდა პირველი ქმარი, რომელსაც გავშორდი და მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირი ჩხუბი სკანდალის, ანუ მოვილაპარაკეთ ადამიანებმა, ზრდასრულებმა და აი ხო ხშირად როგორც ქალები ამბობენ, დიდი მნიშვნელობა აქვს იღალატებენ თუ მიგატოვებენ, იმიტომ რომ მაშინ შენი ეგო უფრო დაზიანებულია და ბევრად უფრო მიტოვებულად გრძნობ თავს. მაგრამ აი მიუხედავად იმისა, რომ არც არავის მიუტოვებიო, რომ მაშინ და არც შეურაცხყოფად არ მიგზნია, თავით ძალიან განვიცადე და ძალიან ცუდად ვიყავი და ამ შემთხვევაში არა. მიუხედავად იმისა, რომ 50 წლის ვიყავი უკვე და თავად მივიღე გადაწყვეტილება, რომ მარტო მინდა ყოფნა, ვიღაცა ბევრი ადამიანისთვის შესაძლებელია განაჩენად ჟღერს, იმიტომ რომ 50 წლის ასაკში, როდესაც შენს სხვისთვის შეიძლება ძალიან კარგს ან ცუდს, რა მნიშვნელობა აქვს როგორი ოჯახი მქონდა. აქ არ არის საუბარი, ვთქვათ, რა ხდებოდა კარს შიგნით. მე მქონდა ოჯახი, ჩემს სახლში იყო კაცი, რომელიც ჩემთვის რავი, ძალიან კარგი თანა, როგორ თქვა, მეცხოვრეთ, როგორ უნდა ვთქვა, მეცხედრე იყო. კომფორტულად გძნობდი მასთან თავს რა, პარტნიორი იყო. რა ვიცი, დავრჩი მარტო და მახსოვს აი პირველ დილას რომ გავიყვიძე და რომ გამოვედი და მივხვდი რომ მარტო არ ესე გავიხიმე და რაღაცნაირად ამოვისუნთქე. ეხლა რატო? რაც თავი მახსოვს, სულ ჩემს გვერდით არის კაცი, იმიტომ კი არა რომ ცუდები ხართ კაცებო. ძალიან მნიშვნელოვანი როლი გაქვთ თქვენ ჩემს ცხოვრებაში, უბრალოდ არასოდეს მარტო არ ყოფილვარ, არასოდეს. და რაღაც ეტაპზე მივხვდი რომ რაღაც ეტაპზე კარგია მარტოობა. ეხლა გეტყვით რატოა კარგი და რატო არის ცუდი. მე ვარ ძალიან თვითკმარი ადამიანი, რომელსაც მარტო შემიძლია გადაწყვეტილების მიღება, მარტო შემიძლია რემონტის გაკეთება, მარტო შემიძლია ვაჭამო, ვარჩინო რამდენიმე ოჯახი, ანუ ფაქტიურად ბევრი ის კაცის ფუნქცია მაქვს შეთვისებული, რომელიც თქვა 30-40 წლის წინ ქალს არ შეეძლო. ანუ თვითკმარი ქალი ვარაც, ჩემთვის რაღაც ეტაპზე რო ვფიქრობ ხოლმე, როგორ ვახერხებ ამდენ ყველაფერს, მიყვარს ჩემი თავი და მეცოდება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პასუხისგებლობა მაქვს აღებული და პარტნიორი კარგია, იმიტომ რომ ამ პასუხისგებლობებს იზიარებ. მარტო ამიტომ არ არის კარგი, კიდევ ბევრი რაღაცა არსებობს, მაგრამ ეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე ჩემთვის. რაღაც ეტაპზე ვიღლები ხოლმე, იცი, იმიტომ რომ აი ვდგები რობოტით მივდივარ ვაკეთებ, კი, ის რუტინა, რომელიც მაქვს ჩემი სამსახური ძალიან მიყვარს და არასდროს არ მყრის, მაგრამ აი რაღაც ეტაპზე მირჩევნია, რომ აი ჩემთან ერთად ვიღაცა იზიარებდეს, მაგრამ თუ არ არის, ეს არ ნიშნავს, რომ ცუდია. შემიძლია ყველაფრის კეთება თან დიდი ენთუზიაზმით და დიდი ბედნიერებით. მე ზოგადად მადლობელი ვარ ჩემი ცხოვრების და მიყვარს. როგორც არ უნდა იყოს. და კიდე რა ეტაპებია თქვენი აზრით გასავლელი იმისთვის, რომ აი თქვათ, რომ აი ცხოვრებამ დაგლიჯა საერთოდ. აი ზოგადად ხო ამბობენ, რომ ადამიანმა ერთი ხე უნდა დარგოს, თუ დარგა ერთი შვილი გააჩინოს, ერთი სახლი ააშენოს. ან მეტი რა გავაკეთო პატარა გოგომ, შვილი გავაჩინე.
სახლი კიდე ერთი პეტრეს სახლი ავიშენე გარიყულა, აი ნახე როგორი სახელი ქვეჩა სოფელს გარიყულა. მე მიყვარს გარიყვა და მაქვს ჩემი ძალიან პატარა, ძალიან მყუდრო სახლი, სადაც ნებისმიერ დროს შემიძლია გავირიყო და ვიყო მარტო, ეს გავაკეთე. მინიმუმ 6 თვე, 7 თვე მამა ჩემი გარდაიცვალა აპრილში, რაღაც ეტაპზე მძიმედ გადავიტანე და მე უცებ რაღაცა პრიორიტეტები გადავალაგე და აი თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო 1-4-5 თვეა ყოველ დღე იმდენ კარგ ემოციას ვღებულობ და ვუშვებ, რომ ვარ ძალიან ბედნიერი და იღბლიანი ადამიანი მიუხედავად ძალიან ბევრი უბედურებისა და სტრესისა ჩემს გარშემო. და მე მადლობელი ვარ სამყაროსი, რომ არ მინდა სიკვდილი ჯერ ცხადია, მაგრამ მინდა რომ კიდევ უფრო რომ გავიზრდები, ბევრი რაღაცა მოვასწროთ, ხო? მინდა რომ ბევრი კარგი რაღაცის მიღება მოვასწრო, ბევრი ვიცინო მინდა, ბევრი ვიმოგზაურო, იმიტომ რომ დანარჩენი ყველაფერი ამ ეტაპზე მაქვს. რა მაგარია. ძალიან მომწონს, იცით, თან რაღაცა მომენტში მგონია, რომ აი ამ ყველაფერს რო აჟღერებთ, პეპლები გიჩნდებათ თავი ისე. კი, იმიტომ რომ აი მოძრაობა დავიწყე ცოტა, აი ძალას გძნობ ლაპარაკის დროს. იმიტომ რომ ადრე არ მიყვარდა რისი თქმა, იცი, უფრო რაღაცნაირი მორცხვი ვიყავი ჩემი თავის მიმართ. მე ხო რაღაცნა ნანიკო, კი, ანუ არ აღვიქვავდი ჩემს ძალას არასოდეს. ანუ მეგონა რომ ეს ყველაფერი ესე ხდება, თავისით ხდება, არაფერი არ ხდება, მე ამისთვის ძალიან ბევრი ვიშრომე და უბრალოდ ამას ყურადღებას არ ვაქცევდი. და ეხლა მადლობას ვეუბნები ჩემ თავს, რომ მე ბავშვობიდან აღმომაჩნდა აი ამის ალღამის ძალა, რომ ჩემი თავი აი ესე დამემუშავებინა და აი აქამდე მომეყვანა. რა თქმა უნდა, მარტო ჩემი თავის არა. ყველას დიდი მადლობა ამისთვის. კომპლექსები გააქვთ? როგორ არა, ადამიანი ვარ. და უმკლავდებით მათთან ერთად ცხოვრობთ, მეგობრობთ თუ? ნუ არ პირველ რიგში ალბათ უნდა აღიქვა კი და გაანალიზო ის რაც გაწუხებს და რაც გაბრკოლებს, ხო? თუ არ იცი რა გაჩერებს, იმასთან ვერც დამეგობრებდები. ანუ არ უნდა ებრძოლო არაფერს შენს თავში, კიდე ამას მივხვდი ასაკთან ერთად რა. ბრძოლა არის ყველაზე წამგებიანი პოზიცია ცხოვრებაში. აი ნახე, ბუზი რომელიც გაწუხებს, შეგიძლია მოკლა, მაგრამ ამით შენ ვერ მოერევი ბუზებს, იმიტომ რომ ერთს მოკლავ, მეორე მოვა. მაშინ რაღაცა სხვა უნდა მოიმოქმედო ისეთი, რომ ბუზებთან ერთად თანაცხოვრება ძალიან მარტივი მაგალითი მოყვავს. მარტივად გავაკეთე ბადე, აღარც ბუზს კლავ და აღარც მე მაქვს დისკომფორტი. ანუ ასეთი ბადეები არსებობს ცხოვრებაში, რომელიც თავს უფლებას გაძლევს იმის საშუალებას, რომ აი იმ რაღაცასთან ერთად ფრთხილად იცხოვრო. და მე შენ თავთან ერთად სწავლობ ამ რაღაცეების მორევას. აი თქვენი ყველაზე ბავშვური კომპლექსი რომელია? აი ესეთი რა. ძალიან ბევრი მქონდა რა, აი ძალიან ბევრი კომპლექსი მქონდა. ძალიან ჩაკეტილი ბავშვი ვიყავი, ზოგადად არ საუბრობდი, ეთყობა მცხვენოდა ლაპარაკის, არ ვიცი, ნუ ეს შეგრძნებები არ მახსოვს. ადამიანები არ მიყვარდა, არ მომწონდა და სუიმალებოდი. ყავდა განსაკუთრებით რამდენიმე ადამიანი, რომლის თანახვაცეც აი სულნად გურდებოდი და ზოგადად გავდიოდი სახლიდან და ან საწოლის ქვეშ ანუ რაღაც ვერ ხსნი ეს რა არის. და ძალი დედაჩემს დავყავდით მაგალითად სტუმრად და მახსოვს ერთხელ და ძალიან ლამაზად მაცვოდა მიკერავდა ხოლმე რაღაცებს და მახსოვს იმდენად დიდი დისკომფორტი ვიგრძენი ადამიანებში, რომ აივანზე გამიყვანეს რა გამარიდეს და იქაც იმდენად დისკომფორტში ვიყავი, რომ ვიდექი თურმე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და თვალიც კი არ დამიხამხამებია და როგორც ამბობენ დარეკა მეზობელმა, რომ ჩემ შვილს ასეთი თოჯინა უნდაო. ანუ მაშინ რაღაც გერმანული თოჯინები მივხვდი, აი რა დისკომფორტს გრძნობდი, რამდენი რამე მაწუხებდა, რომ სამყაროსთან მიჭირდა ზოგადად ურთიერთობის დამყარება. აბა რა არის ეს კომპლექსია და ამის ჯერ გაანალიზება, ამის გრძნობა, ამერე ამასთან თანაცხოვრება ძალიან რთული გზა გავიარე მე თვითონ. შიშები? კი, როგორ არა შიშები, იმდენად ბევრი შიში მქონდა, რომ გონია რა, ახლა ძალიან ბევრი შიში გაქვთ გადაგდებული. კი, ბევრი. აი რაღაცა დინებას მიყვებით და აი ამითი კაიფი არა, კაიფია. კაიფი. მუღამი. ანუ რატო?
მე სულ ვიყავი კალმახი და რატომ მომყავს ეს მაგალითი. კალმახი არის თევზი, რომელიც დინების საწინააღმდეგოდ დაცურავს. ამას არ ვაკეთებდი გააზრებულად, დედას ვიცავარ. ალბათ ეს იყო ჩემი გარდატეხები და ეს იყო ჩემი პროტესტი, რომელიც არ აღიქმებოდა სამყაროსთვის რაღაც განსხვავებულად. მართლა ნუ არ ვიცი, ესე მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რომ ყველა ჩემი ესეთი ნაბიჯი რა ადეკვატურად იყო აღქმული რა. ნუ პირველ რიგში ის, რომ ჯერ არასოდეს არავინ ჩემს გვერდით არ მყოლია პარტნიორი და ოჯახში ძალიან პრობლემა ეგონა. არ მომწონებია კაცთან, ქალთან, რა მნიშვნელობა აქვს უკვე აღარ იყო საუბარი. პარტნიორზე არ მქონდა, ანუ არ მივლია არავისთან, მაშინ ესე ვეძახდით, რომ დავდივართ. ხო და ეს პრობლემა იყო რა პრობლემა იყო? პირველი სოციუმის წნეხი, რომ დარჩა ქალი გაუთხოვარი თუ რაღაცა. ეს გინდა არ გინდა შენზე მოქმედებს, იმიტომ რომ გგონია რომ რაღაცა არ გაქვს წესრიგში, იმიტომ რომ შენს გარშემო ყველა ზოგი ჩემს კლასში უკვე ორსულად იყო და მე უკვე 30-ის ხვდებოდი რომ მარტო ვიყავი ხარ ხვდები რას გრძნობდი, იმიტომ რომ აი ყველას რაღაცა მოწყობილი აქვს, აწყობილი აქვს, მე ხა თითქოს გარეგნობა რა ვიცი, ხა ლამაზი არ ვარ, მაგრამ ნუ არც ისეთი ვარ რომ ჩემს თავ თქვა ამას პრობლემა შეექმნა. ხო და ნუ რომ მე ესე დედაჩემას უძალით გადამადგმევინა ნაბიჯი და გავთხოვდი. ანუ რომ არა დედაჩემი მე შეიძლება დღეს მარტო ყოფილიყავი. ანუ თქვენ შეყვარებული ყავდათ, მაგრამ ამნაბიჯს არ გადადგა. და იყო 8 წლით პატარა იმ დროს. აი რა ასეთი ადამიანი ვიპოვა იმ სოციუმში, რომელიც არა თბილისში, არამედ სხვაგან ცხოვრობდა. ესეც ხო ჩემი შიშების ნაწილია, ხო? ტყუილა ხო არ მოხდებოდა ესე. ხო და მე დედაჩემა მიყურა და მიხდა რომ რაღაცა მაწუხებს და ნაბიჯებს არ ვდგავთ და წერილი დამახვედრა საწყლთან რომ მე მგონი ჯობია ახლა შენ რომ ეს ნაბიჯი გადადგავ, იმიტომ რომ მე რო გავად რომ არინანო და ზოგადადო მარტო არ დარჩეო. ეხლა მარტო დარჩენა ჩემთვის განაჩენი არ არის და არც შიშის ზარს არ მცემს, მაგრამ ესე ავდექი და გავთხოვდი. გამოვთხოვდი მე, მაგრამ ყავს ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი მასწავლებელი ლილუ ჩემს ცხოვრებაში. ავდექი და გავთხოვდი. არა, მიყვარდა, არ მინდა ეხა თუ ნახავს, რომ შეურაცხყოფილად ძალიან მიყვარდა ლევანიკო, მაგრამ დედას გეფიცებით, რომ არა დედაჩემი მე ამ ნაბიჯს არ გადავდგავდი. ხო, მესმის. იმიტომ რომ ჯერ ალბათ კომფორტის ზონაშიც იყავით, ხო? ძალიან კარგად იყავით. იდეალურად. ხო. აუ, ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან ლაპარაკი. ჩემთვისაც, იმიტომ რომ მე იშვიათად მეძლევა საშუალება ვისაუბრო იმაზე, რაც მართლა ყველაზე მეტად მაინტერესებს. ეს არის ჩვენი დიალოგი. ძალიან დიდი მადლობა ესეთი სტუმრობისთვის, არა პატიჟობისთვის. ეგრე უნდა ვთქვა, მასპინძლობისთვის. პატიჟობა. იყოს ადამიანები მასპინძლობისთვის და იმედია კიდევ შევხვდებით. სიამოვნებით, ოღონდ მართლა სიამოვნებით, აი მთელი ორგანიზმით ვამბობ ამას, გძნობ რო ვამბობ. ძალიან დიდი მადლობა.